მეორე დღეა შეფასებების თემა შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას ეხება. ულფ კრისტენსონმა დაწერა, რომ უკრაინაში ერთნაირ სქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება. LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისათვის. ეს არის ის, რასაც ისინი მხარს უჭერენ. შვედეთი, როგორც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი, ყურადღებით დააკვირდება, რომ ეს ვალდებულება შესრულდეს, წერს შვედეთის პრემიერ-მინისტრი. ეს ბერკეტი დარჩათ მხოლოდ იმისათვის, რომ გააშაონ ევროპა. მიზანშეწონილი არის ზოგადად ჩემის ღრმა რწმენით მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც თავისუფლება, თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი ფიქრი და დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ. სხვა იმის მიღმა არის, რომელიც უკვე კონკრეტულად იმ სახელმწიფოს, იმ ქვეყნის გადასაწყვეტი. მოთხოვნა არის, რომ დისკრიმინაცია არ მოხდეს კონკრეტული უმცირესობების და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ვერ მოითხოვს პოლიტიკური გაერთიანება, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს დაკანონებული ერთსქესიანთა ქორწინება. აი ეს არის პასუხი. ერთსქესიანთა ქორწინება არ ვემხრობი, არის ყველასთვის ცნობილი ფაქტი, ვინც ნაცნობ მოძრაობის პოლიტიკას იცნობს, მათ შორის მე ვიცნობს, ყველა მიწის ეს და მართლა დღეს უღირებულებებზე ვერ მესაუბრება კიდევ ერთხელ ის ხალხი, რომლებიც არიან პირდაპირ გეტყვით, მათი ბექგრაუნდი და წარსული გაიხსენეთ, ეს ხალხი საბჭოთა კავშირში არის, რაც უღირებულებებთან. ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში სამწუხარო ტენდენციას და ეს ბალტემა დაიწყეს ბალტიის ქვეყნებმა, რომ უყურებენ არა საერთო წესებს და პროცედურებს და კრიტერიუმებს ევროკავშირში წესვის, არამედ ყველა სახელმწიფო რაღაც საკუთარ დღის წესრიგებს იღებს და ყველა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამა თუ იმ ქვეყნის და თავის გემოვნებაზე არგებს ევროპულ ინტეგრაციას. შვედეთის პრემიერ-მინისტრისთვის რატომღაც მაინც და მაინც LGBT ქორწინებაა გამორჩეული, ვიღაცისთვის რაღაც სხვა იქნება და ახლა 27 ქვეყნის გემოვნებაზე უნდა იაროს კანდიდატურა ქვეყნებმა, ეს პროცედურა უნდათ რომ დაანერგონ ევროკავშირში ინტეგრაციის. შვედეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყვანონ ჩვენ მომავალში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო სწორედ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის მიღება.